მოგესალმებით. ამჟამად მინდა დახმარების გაწევა იმ შეცდომების გამოსასწორებლად, რომელთა დაშვების გამოც ისეთი სასჯელი აქვს დამსახურებული ქვეყნის მოსახლეობას, რომლის სიმძიმესაც უკვე ვეღარ უძლებს ხალხი. როგორც ეს არაერთხელ მithქვამს, ადამიანთა ბედს ღმერთის მიერ დადგენილი კანონმდებლობა განკარგავს. ამიტომ საუბარს დავიწყებ იმ კანონის განხილვით, რომელიც ეხება იმას, თუ რა არის განმსაზღვრელი იმისა, როგორ ხელისუფალთა მმართველობას დაიმსახურებს ქვეყნის მცხოვრებნი. რომელი კანონიც ბიბლიაში რომელთა მე-13 თავით არის განმოცემული და იგი შემდეგია. ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან. ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელმწიფების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას. ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. ვინაიდან მთავარნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისათვის, არამედ ბოროტთათვის. ხოლო თუ გსურს რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან. რადგან იგი ღვთის მიერ დადგენილის მსახურია, შენ და სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქ, მაშინ შეგეშინდეს. რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს. ის ღვთის მიერ დაშვებულის აღმსრულებელია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედზე. ამიტომ ჩვენ უნდა ვემორჩილებოდეთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისთვის იღდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მიერ დადგენილის შემსრულებელნი არიან. ამიტომ მიეცით ყველას რაც ეკუთვნის. ვისაც ხარკი, ხარკი, ვისაც ბაჟი, ბაჟი. ვისაც შიში, შიში, ვისაც პატივი, პატივი. არავისი არაფერი დაგედოთ ვალად გარდა ერთი მეორის სიყვარულისა. ვინაიდან სხვისი მოყვარული ასრულებს რჯულს. სიყვარული არ უბოროტებს მოყვას. ამიტომ სიყვარული რჯულის აღსრულება. როგორც ხედავთ, კანონი უწყება იმას, რომ ხელმწიფების უფლება ღმერთისგან დადგენილებაა და სწორედ ამ კანონს იყენებენ სათავისოდ რელიგიის მსახურნი, როცა ასე მოთხოვენ ხალხს, რომ ხალხის მართვა ღმერთისაგან არის კურთხეული და ამიტომ უნდა დაექვემდებაროთ ქვეყნისა და რელიგიის სათავეში მყოფთო. ისინი ასეთ სამხრივად განუმარტავენ ადამიანებს ღმერთისაგან დადგენილ კანონებს და მორჩილებაში ყოფნაზე მიუთითებენ, მაგრამ ფარავენ მთავარს. კერძოდ კი იმას, თუ რაზეა დამოკიდებული ქვეყნის სათავეში როგორი პიროვნებები მოექცევიან, კეთილნი თუ ბოროტეულნი. ამ საკითხის პასუხიც არის ბიბლიაში შემდეგი კანონის სახით, რომ როგორიცაა ქვეყნის მთავარნი, სუსტად ისეთია მცხოვრებნი მისი. მაგრამ რადგან ქვეყნის მცხოვრებთა შორის შეუძლებელია ყველა ბოროტი იყოს და ანდა ყველა კეთილი სულის პატრონი. ამიტომ ეს კანონი საჭიროებს განმარტებას და სწორედ ამას გავაკეთებ ახლა. სათქმელს კი წამოვადგენ მარტივი ფორმით და უბრალო ენით, რათა ყველასათვის ადვილად გასაგები იყოს. როგორც ცნობილია, მატერიალური სამყაროს განგება დამყარებულია მსგავს და მიზიდულობის პრინციპზე. ხოლო რაც შეეხება მსგავსებას, მის განსაზღვრაში კი საფუძველს წარმოადგენს ის ენერგია, რომლითაც სულთქმულობს ესა თუ ის ობიექტი. სწორედ რომ მიზიდულობა განზიდულობის დაბალანსირებულება განსაზღვრავს სამყაროს მთლიანობის სიმყარეს და ყოველივე და ყველაფერი რაც სამყაროშია, ემორჩილება იმ კანონზომიერებას, რომ მის მიერ გამომუშავებულმა ენერგიამ უზრუნველყოს დარეგულირებული ბალანსის სიმტკიცე. მინდა ბიბლიის შესახებ მოგაწოდოთ ისეთი მთავარი მცოდნა, რაც მას ეხება და არის ის, რომ მასში განმოცემული კანონების ჩამოყალიბება ენერგიის საფუძვლით არის განპირობებული და ასეთივე პრინციპითია განსაზღვრული ის კანონებიც, რომელიც ადამიანთა ბედისწერას განსჯიან. ხოლო რაც შეეხება ადამიანურ ძალას, ის კი მის სულშია და სწორედ სულის ენერგიაზე დაყრდნობით მიანიჭა ღმერთმა ადამიანთა მოდგმას დედამიწაზე ხელმწიფების უფლება. რაც მარტივი ენით რომ ახსნა, ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა მოდგმა არის მთავარი და საყრდენი დედამიწურ და კოსმოსურ მიზიდულობას შორის კავშირისა, რაც თავისთავად პასუხისმგებელია იმგვარი დაბალანსების არსებობაზე, რომ დედამიწურმა გარემომ ადამიანთა საარსებოდ საჭირო სტანდარტის შენარჩუნება შესძლოს. რა თქმა უნდა, ადამიანთა მოდგმა მხოლოდ ამ ფუნქციის შესასრულებლად არ არის შექმნილი და მოვლენილი დედამიწაზე.
არამედ იმ მისიური როლისთვისაც, რასაც არაერთხელ მისაუბრია. მაგრამ თუ კი საარსებოდ ხელსაყრელ პირობებს ვერ შეინარჩუნებს, მაშინ რანაირად შეასრულებს იმ მისიას, რისთვისაც არის მოვლენილი ამ ქვეყნად. ამასთანავე იმასაც დავძენ, რომ დედამიწური გარემოც რომ იყოს საცხოვრებლად იდეალური კლიმატის, არც მარტო ესკმარა საიმისოდ, რომ ადამიანებმა ის მისია შეასრულონ, რისთვისაც არიან შექმნილნი. არამედ საამიცოდ მშვიდობა უნდა სუფაიდეს მათ შორის და თანაც საარსებოდ საჭირო ისეთი პირობებიც, რომ უზრუნველყოფდეს ადამიანურ სიმშვიდეს, რაც ცხადია შეუძლებელია კარგი ხელისუფლების არსებობის გარეშე. სწორედ ამის მიღწევას ცდილობს კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე, რისთვისაც მოიგონეს კიდეც ხერხი, რასაც არჩევნები ჰქვია, მაგრამ იმ სასურველ შედეგამდე მიღწევა, რასაც კარგი მთავრობის არჩევა წარმოადგენს, დღემდე ვერ მიუღწევიათ. და სწორედ ეს არის გასარკვევი, თუ რატო. ღმერთი კეთილია და მან კეთილად შექმნა ყოველი თავის დროისათვის. ასეთ ცნობას იუწყება ბიბლია. ამასთანავე იმასაც ამბობს კანონი, რომ ვინც რას ითხოვს, სწორედ იმას მიიღებს ღმერთისაგან. რადგან მან ადამიანებს მისცა არჩევანის თავისუფლება და დაუკანონა ისიც, რომ რასაც მოითხოვდნენ, ის მიეღოთ. მაშასა და მე გასაგებია, რომ ხელმწიფების უფლების დაშვება ღმერთის მიერ ხდება და ადამიანებსაც სწორედ ისეთი მმართველები ენიშნებათ, როგორებსაც თავად ითხოვენ. ცხადია ის, რომ ღმერთისაგან იმის შეუსრულებლობა, რაც მან დაადგინა, შეუძლებელია. ესე იგი, გამოდის, რომ ადამიანები ცდებიან არჩევანში. მაგრამ რატომ? საკითხავი სწორედ ეს არის. ხოლო პასუხი კი ასეთია. მოთხოვნა პირდაპირ მნიშვნელობით არ ნიშნავს სურვილს. არამედ მასში იგულისხმება დამსახურება ადამიანის ნამოქმედარზე. ანუ ნამდვილად ისეთი ხელისუფლება რომ მოვიდეს ქვეყნის სათავეში, რომელიც მართლა ხალხის საკეთილდღეოდ იმოღვაწებს და მოიპოვებს ღმერთის მიერ ისეთ დაცვას, რომ ვერანაირი გარეშემტერი ვერ მიუახლოვდეს მისით მართულ ქვეყანას და ქვეყანასაც ჰქონდეს ღვთის ისეთი წყალობა, რომ მისი მაცხოვრებელნი დასაქმდნენ თავიანთი მოწოდების და შესაბამისი ნიჭით წარმოებული მუშაობით და არც შიმშილმა, არც ავადმყოფობამ, არც მტაცებელ მხეცებმა და არც აბეზარი მწერების შემოსევამ არ შეაწუხოთ, საამისოდ საჭიროა ის, რომ ქვეყნის მოსახლეობამ გადადგას სწორი ნაბიჯები. მისი მიღწევაც შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი იმ კანონების დაცვით იცხოვრებენ, რომელიც ღმერთმა დაუდგინა ადამიანთა მოდგმას. სხვა დანარჩენი ნებისმიერი მცდელობა, როგორიც არის თუგით მიტინგები ან რევოლუცია, ან და ხელახალი არჩევნები, არანაირ შედეგს არ გამოიღებს, გარდა აშკარა ან შენიღბული უარესობისა. თუმცა აქვე უნდა მოგახსენოთ ისიც, რომ კანონთა დაცვას ჯერ მათი კარგად გაგება ესაჭიროება, რადგან უმეტესობა მათგანი თითქმის საპირისპირო მნიშვნელობით განუმარტა ხალხს რელიგიის მსახურებმა, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ თაყვანს სცემდნენ და აღმერთებდნენ ანტიქრისტეს, რის შედეგსაც იმ კი სწორედ ახლა მსოფლიო კიდეც. მდგომარეობა რომ მეტად სერიოზულია, ვფიქრობ, ამას უკვე ყველა ხვდება და თუ კი დროულად არ მოხდება იმის გაცნობიერება, რასაც გადმოგცემთ, იცოდეთ, რომ შედეგების დაყონებას უკვე აღარ აქვს ადგილი. აქვე შეუძლებელია იმის შესახებაც, რომ არ მოგაწოდოთ ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიხსნათ თავი იმ რთული სიტუაციიდან, რომელშიც ახლა იმყოფებით. რადგან კაცობრიობა არმაგედონის ფინალში შევიდა და ის კი ხელშეუხებელს არავის დასტოვებს. როგორც კანონიდან შევიტყვით კიდეც, გასაჭირის და უბედურების თავიდან აცილება შესაძლებელი ყოფილა მაშინაც, როცა ქვეყანას მართავს ცუდი ხელისუფალნი და ამ შემთხვევაში თავდაცვის მიღწევა შესაძლებელი ყოფილა კეთილ საქმეთა ქმნით. თუმცა კი ამის შესრულება არც ისე მარტივია და თუ რატომ ამაზე ახლავე მოგახსენებთ. რადგან იმისათვის, რომ უანგარო სიკეთე სთესოს ადამიანმა, ამისათვის ის უნდა იყოს ღმერთისგან დაწესებული კანონების უპირობოდ დამცველი. ხოლო ეს რო შესძლოს, ჯერ კანონებში კარგად უნდა გაერკვეს. შემდეგ მათით საკუთარი ცოდვები უნდა შეიცნოს და გულწრფელად მოინანიოს. რამე თუ ყოველივე ამის გარეშე ის ვერ დაძლევს იმ მიზიდულობის ველს, რომელშიაც ამჟამად მეტნაკლებად ყველა ადამიანია მოქცეული იმის გამო, რომ ღმერთისადმი რწმენის მიმართ არასწორი ინფორმაცია სწორად აქვთ მიღებული და მას საქმითაც ასრულებენ კიდეც. ახლა კი განვაგრძობ არასწორად გაგებულის გასწორებას და წარმოგიდგენთ იმ ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელთა დარღვევებით ზღვარს გადავიდა, მათგან პირველი მცნებაა
პატივი ეცი დედას და მამას. ალბათ ბევრი თქვენგანი იტყვის, ამ ცნების ცოდნა ხომ საყოველთაოა და მაშინ რა უნდა იყოს დაფარულიო? რაზედაც შეგახსენებთ იმას, რომ ჭეშმარიტი ცოდნა გულისხმობს სამყაროს კანონმდებლობითი განსჯის საფუძველზე დასვლას და სწორედ ასეთი ცნობების შემოთავაზებას აქვს ადგილი ჩემს მიერ გაცხადებულ ცოდნაში. ინფორმაციის მოწოდებას კი ამით დავიწყებ. მოგეხსენებათ, რომ მსოფლიო მოსახლეობის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე მიმხდარია იმას, რომ ადამიანი ქმნილება და მას შემქმნელი ჰყავს უფალი ღმერთი, რომელსაც ბიბლია მამა ღმერთს უწოდებს. მამა ღმერთი. მინდა სწორედ ამ წოდების გაშიფრვა შემოგთავაზოთ ასეთი კუთხით. გამომდინარე იმ რეალობიდან, რომ ადამიანის დაბადებას მშობლები, დედა და მამა სჭირდება, კაცობრიობის შემქმნელისათვის გონების ენით მამის წოდება მიგვანიშნებს იმას, რომ კაცობრიობის შექმნაში დედაც იარსებებს. და ეს ასია კიდეც. ხოლო თუ ვინ არის ამ მისიის შემსრულებელი, ამის შესახებ გვაცნობა კიდეც ბიბლიამ შემდეგი ცნობით. ქრისტეს მიერ შეიქმნა სოფელი და სოფელმა კი ვერ იცნო იგი. იმის შესახებ, რომ ქრისტე ამ სამყაროში ჯერ ცისკრის ანგელოზის სახელით იქნა მოვლინებული, შემდეგ კი ანგელოზთა მიერ ისეთი გენეტიკური მიმდინარეობის გავლის შედეგად, როგორ პროცესად კაცობრიობაც გადის, დასაბამიდან მოყოლებული, მისგან მიღებული იქნა გენეტიკური პირველნაყოფი ედემელი ადამი. ეს ცოდნა უკვე გადმოცემული მაქვს და ცნობილია თქვენთვის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ქრისტე, რომელიც ედემში იწოდებოდა ადამად და მისნაირებს ჩვენ უცხო პლანეტელებს უწოდებთ, არის ადამიანური სულის გონების პროგრამის შემდგენი. უფრო სხვანაირად რო ვთქვა, გონების პროგრამის სიტყვების სახით ჩამწერი და სწორედ ამ სიტყვების მოხაზულობის მეშვეობით შესულდა შემდეგ სხეულის აგებულების განსაზღვრა და სახიერების გამოყვანა. ვინაიდან სხვა შემთხვევაში სხეული ვერ შესწევდა სიტყვების გაგებას და ვერ დაემორჩილებოდა მას, როგორც ამას კანონიც ამოწმებს. სულისა და სახის საკვირველი მსგავსება იბეჭდება ჩანახსახში. ყოველივე ეს კი მოხდა ღმერთის მიერ შედგენილი პროგრამის მოქმედების შედეგად და ამ შემთხვევაში ამ პროგრამის ქმედების უშუალო შემსრულებელნი იყვნენ ეგრეთ წოდებული უცხო პლანეტელები და კიდევ უფრო სხვანაირად რომ ვთქვა, გონების ენით ისინი იწოდებიან კაცობრიობის დედად. რატომ იყო ეს ცოდნა აქამდე უცნობი ადამიანური აზროვნებისათვის? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია. იმიტომ, რომ კაცობრიობამ სათანადო დონეზე არ დაეცვა მცნება პატივი ეცი დედას და მამას. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ცოდნა არ დაიფარებოდა ცნობიერებისათვის. როგორ უნდა მოხდეს ამ შეცდომის გამოსწორება? ძალიან მარტივად. ყოველმა ზრდასრულმა შვილმა თავისი თავი დააყენოს მშობლის ადგილას და ისე შეაფასოს თავისი საქციელი. აქვე მინდა კვლავ შეგახსენოთ ის, რომ დღევანდელი ის მძიმე მდგომარეობა, რომელშიაც ამჟამად იმყოფება კაცობრიობა, უფრო და უფრო დამძიმდება და მანამ არ შეიცვლება სასიკეთოდ, სანამ ადამიანები გონს არ მოიგებიან. გონს მოგებადი ცოდვების საქმით მონანიებით არის მხოლოდ შესაძლებელი. მაგრამ ცოდვის მოსანანიებლად უპირველეს ყოვლისა, იმის ცოდნაა საჭირო, ღმერთის მიერ დაწესებული სამართალით რა ითვლება ცოდნად და რა არა. ამიტომ ვინმეს ეს მოსწონს თუ არა, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. სინამდვილე იმაშია, რომ ყველა უნდა შეიცნოს ის ჭეშმარიტება, რომელიც უფალია ჩვენი სიმართლით ცხადდება. მისი შეცნობის შემდეგაც უნდა გადახედოს თავის ცოდვებს და საქმით მოინანიოს. ასეთი ქმედების გარეშე კი ვერავინ გადაურჩება მიმდინარე არმაგედონის პროცესს, იმიტომ რომ ადამიანი სულისა და სხეულის ნაერთით მიღებული მთლიანობაა. სული კოსმიური ველის დაქვემდებარებაშია, სხეული კი დედამიწურისა. მათი მჭიდრო ერთობა კი განპირობებულია იმით, რომ სულმა არ უნდა დაკარგოს კავშირი კოსმოსთან, რაც აუცილებელია იმიტომაც, რომ დედამიწური გარემოს ის სტანდარტი იქნა შენარჩუნებული, რომელიც აუცილებელი პირობაა ადამიანთა საარსებოდ. ადამიანური სულის კოსმოსთან კავშირი კი გულისხმობს ადამიანსა და მის მოდგმის შემქმნელთან კავშირ ურთიერთობასაც, რასაც ჩვენ ფარველ ანგელოზთა კავშირს ვუწოდებთ. დღეს სწორედ ეს ურთიერთობა დგას სრულიად გაწყვეტის საშიშროების წინაშე და ამის გამოსასწორებლად აქვს სამყაროს მოკრებილი ძალები. თანახმად შემდეგი კანონისა. სამყაროც მართალთა შემწია, რადგან ქმნილება, რომელიც შენ თავის შემოქმედს გემსახურება, ცოდვილთა და სასჯელად ძალას იკრებს და ცხრება შენი მორწმუნეთა კეთილის სამყოფად. ახლა კი მეორე მეტად მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბრო.
რომელიც ეხება რელიგიათა მიერ ქრისტიანობის სიმბოლოდ შერაცხულ ჯვარს, რომლის ტარებასაც მოითხოვს ქრისტიანული რელიგია. მოდით ამ სიმბოლოსთან მიმართებით მივმართოთ გონიერ ლოგიკურ განსჯას. დავიწყოთ სათავიდან, რომელიც შემდეგია. ეს სამყარო შედგენილია მათემატიკურ წესებზე გათვლილი პროგრამით და სამყაროს ბედისწერის აღსრულებით ხდება გეომეტრიული ფიგურების სახიერი ნახაზების შესრულების წესით. მთლიანი სამყაროს მთლიანობის სიმბოლო არის წრე, ხოლო საკოორდინატო სიბრტყის გამომსახвელი ჯარი კი წარმოადგენს მისი დაყოფის სიმბოლოს. ამიტომაც ქრისტეს მოწამეობრივი სიკვდილის ჯვარცვით აღსრულება ეს კანონით გათვლილი და მიზნობრივი ფორმა იყო, ხოლო თუ მიზნობრიობაში რა იგულისხმება, ამას ახლავე გაცნობებთ. წინ სიბრძნეს სიმართლისაში უკვე წარმოგიდგინეთ იმ პროცესის პროგრამა, თუ როგორ ხდება სულიდან სხეულის მიღება, რომელიც სრულდება დაყოფის გზით. მიღებული უჯრედები კი იძენენ სულის საპირისპირო თვისებებს, რათა მიღებული იქნას ამ სამყაროსეული კანონზომიერებით დადგენილი ურთიერთგანზიდულობის პრინციპზე დაფუძნებული მთლიანობა. თანახმად კანონისა, ხორცს სულის საპირისპიროდ სულს და სულს ხორცის საპირისპიროდ. ამიტომ ისინი აურჩევიან ერთი მეორეს, რათა ადამიანი ვერ იქმოდეს იმას, რაც სურს. რაც შეეხება ცოდვას, რომელიც არის სულის დაყოფის იგივე დამდაბლების საშუალება, მისი ჩადენა შესაძლებელია მხოლოდ სხეულის მიერი ქმედებების შედეგად. ეს ტვინის მიერი შესრულებით იქნება, როგორიცაა ფიქრი, ენის მიერით, როგორიცაა სიტყვა, თუ ხელის მიერი ქმედებით. ხოლო ცოდვების ჩადენით კი ხდება სხეულის დაუძღვრება ისე, რომ ვეღარ ინარჩუნებს სულთან პარტნიორობას. როგორც ამას ბიბლიაც ამოწყებს, ხორცის მიერ დაუზრდა რჯული, რომელიც არის გონების პროგრამა, თანახმად კანონისა. როცა ღმერთმა გამოსახა კაცი, ჩაუნარგა მას ნებანი და ჩვენი და მაშინ ყოველი გრძნობის წმინდა წინამძღვრად გონება დასვა ტახტზე და მისცა მას რჯული. ახლა კი ჯვრის სიმბოლოზე ბიბლიის განაცხად წარმოგიდგენთ, რომელიც რელიგიამ თავისებურად გადააკეთა, მაგრამ მე კი იმ ფორმით მოგაწოდებთ, რომლითაც წინასწარმეტყველებმა ის ჩაწერეს და რომელი ლექსიკონის ფლობელიც გახლავართ. აი ეს ცნობაც. ქრისტემ გამოგვისყიდა რჯულის წყევლისაგან და გახდა დაწყევლილი ჩვენს ნაცვლად, ვინაიდან დაწერილია წეულია ყოველი მიმსჭვალული ჯვარს. მაშასა და მე ქრისტეს ჯვარზე გაკვლითა და მისი წამებით სიკვდილის გამოწვევა ნიშნავს იმას, რომ ჯვარი ადამიანთა გონებაში არის სიმბოლო ასოცირებული ქრისტეს ტანჯვა-წამებასთან. როგორც ვიცით, გონების პროგრამა ქვეცნობიერის მეშვეობით ფუნქციონირებს, რომელსაც მინიჭებული აქვს ადამიანში ყოველივეს განკარგვის უნარიც და უფლებაც. ამიტომ, როცა ადამიანი ჯვარს ატარებს და მისი აზროვნებაც მას აღიქვამს ისე როგორც ქრისტიანობის სიმბოლოს, ამას მისი ბედისწერა გადაყავს ღვთის რისხვის მომკის განაჩენის გამოტანის მხარეს. უფრო სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჯვრის ტარებითა და მასზე ამბოლით, ადამიანი ნებაყოფლობით წყევლაში ყოფნას ირჩევს. აი ასე აღიქვამს ამ ქმედებას გონების ღმერთის მიერი საზომი, რომლის განსჭიდად იწერება ბედისწერა. ესე იგი, დასკვნა ასეთია: ჯვრის ტარებით ადამიანი წყევლას ატარებს, ხოლო წყევლაში ყოფნის შედეგები კი რაც არის, ალბათ ყველა მიცის და თუ კი არ იცის, მაშინ სამწუხაროდ გარდაუვალია ის, რომ მას ამის გასაგებად უკვე რეალობასთან მოუწევს შეჯახება.